საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხადე ხოთაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობის. სიღარიბის გაზრდილი მაჩვენებელი და მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0.1%-იანი ზრდა. რა კრიტერიუმები დგას ევროპისთვის ამ ეკონომიკის მქონე მოლდოვა საქართველოზე წინ? ძალის პროპორციულობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების კანონიერება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად პროკურატურა დაზარალებულებთან ერთად 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს იკვლევს. თევდორე მღვდლის 10 ნომერში მდებარე კორპუსის დემონტაჟი გადაწყვეტილია. დედაქალაქის მთავრობა ავარიულ შენობებში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს თავდებში უდგება, რას გულისხმობს მერიის შეთავაზება. ხაზარაძის ციხიდან მოკავშირეებს ეძებს ნაციონალები ბოიკოტის მომხრეებს არჩევნებამდე დარჩენილი დრო მცირდება. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები რეალიზაციის ხელშეწყობისთვის პოლიციამ ბრალდებულები ქუთაისში დააპატიმრა. როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს სპეციალისტების რეკომენდაციები? ევროკომისიის 8 რეკომენდაცია ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსენსუსი ისევ არ არსებობს, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი წერილს იღებს. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარის შესანარჩუნებლად სხვა საკითხებთან ერთად ოჯახური ღირებულების დაცვისა და გამჭვირვალობის კანონების გაუქმებაა მოთხოვნილი. კიდევ რა სურს ბრიუსელს და როგორია ხელისუფლების პოზიცია, სოფო ბერიძე გვეტყვის პირდაპირ ეთერში. ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, ოღონდ ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება და რომელიც თავის მხრივ ხელისუფლებისთვის არსებულ წითელ ხაზებს არ კვეთს. პუნქტები, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გამოუგზავნა 2024 წლის 6 დეკემბრით თარიღდება. ბუნებრივია, რომ ოპოზიცია ამ თემით სპეკულაციას დილიდან შეეცადა, თუმცა მათი საქართველოს წინააღმდეგ ვერშემდგარი შეთანხმების შემდეგ კაია კალასი მაკა ბოჭორიშვილს 8 პუნქტიან წერილს უგზავნის და მოითხოვს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების მიზნით აგვისტოს ბოლომდე ქვეყანამ ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიში ასახული რეკომენდაციები შეასრულოს. კერძოდ, უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისთვის ბრიუსელი თბილისისგან მოითხოვს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონების გაუქმებას, ასევე ცვლილებების შეტანას ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და მოქმედო გეგმაში, რათა ბრიუსელის მტკიცებით სრულად იყოს დაცული LGBT პირთა უფლებები. თბილისისთვის გაუგებარია რა შუაშია აღნიშნული კანონები უვიზო მიმოსვლასთან. მოთხოვნა მიუღებელია მით უფრო, როცა ხელისუფლების განცხადებით ქართულმა ხალხმა ქართული ოცნება მათ შორის ამ დაპირებების გამოც აირჩია. აი ეს არის რეალურად, რასაც თავაზობს ევროკავშირი, სხვა საკითხებთან ერთად, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ რომ იცოდეს რა დევს სასწორზე იმის ნაცვლად, რომ ეს საკითხი იყოს დარეგულირებული. არ იქნება სიურპრიზი თუ ვიტყვით, რომ არის რამდენიმე წითელი ხაზი, მათ შორის ოჯახურ ღირებულებებზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც ეფუძნება კონსერვატიულ პოლიტიკურ იდეოლოგიას და მიდგომებს, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს და რომლის საარჩევნო დაპირების საფუძველზე გავიმარჯვეთ საპარლამენტო არჩევნებში. მესამე პუნქტით ბრიუსელი საქართველოს ავალდებულებს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიას შეუსაბამოს, რომლებიც ვიზას საჭიროებენ. კერძოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების რისკებს წარმოადგენენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს სავიზო რეჟიმის შემოღება მეზობლებთანაც მოუწევს. ეს პუნქტი ქართული ოცნების განცხადებით საფრთხის შემცველია ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ გვეუბნებიან, რომ და ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელსაც არ აქვს თავისუფალი სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ყველასთან უნდა სავიზო რეჟიმი შემოვიღო. თუ იქნება სიღარიბე, სიდუხჭირე, ეკონომიკა არ განვითარდება, უნებრივია ასეთ პირობებში ადვილია რევოლუციური, ასე ვთქვათ, ნებების გაღვივება. ჩვენგან ვერ შევა ადამიანი ევროპაში თუ შესაბამისი ვიზა არ აქვს. ჩვენ არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროპასთან, რომ სახმელეთო საზღვარით რამენაირად მოხდეს მათი გადასვლა თუ გადაპარო. მაგრამ გეუბნებიან, რომ ჩაკეტე ქვეყანა არ განვითარდე.
პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ამ თემით ოპოზიცია დილიდან შეეცადა. პრაქტიკულად ერთმანეთის მიყოლებით გამართულ ბრიფინგებზე ხელისუფლების ოპონენტებიც ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ, რომ საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის ბედი პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების თავისუფლებასა და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ედგას. თუ 31 აგვისტომდე ივანიშვილის რეჟიმი არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ ტყვეებს, არ გაიწვევს დრაკონულ კანონმდებლობას და არ შექმნის ქვეყანაში გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირს მოუწევს მოქმედება. ამას აპირებს ბიძინა ივანიშვილო დააკარგინოს ქართველ ხალხს ის, რაც წლების განმავლობაში ოფლით, სისხლით, შრომით ქართველებს აქვს მოპოვებული. ოპოზიციას წყულში თავად კაია კალასის წერილი ამხელს. ბრიუსელს საქართველოს დასჯის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამართლების მცდელობაში კი ქართული ოცნება. ევროკომისიის მე-7 ანგარიში 2024 წლის 6 დეკემბრით თარიღდება. რატომ ზენს აქტუალობას ევროპა ძველ დოკუმენტს თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით 3 თვით ადრე. მართველი პარტია წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით კონკრეტულ ვერსიებზე საუბრობს. ეს წერილი არის მხოლოდ ქართული ხალხისთვის მიცემული ასე ვთქვათ დაშინების წერილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითქოს მათთვის იმ აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა, ვისაც ისინი ასე ძალიან გულშემატკივრობენ. ფაქტი არის, რომ სარგებელი ევრობიუროკრატები არა მხოლოდ დაიბადნენ საბჭოთა კავშირში, არამედ დარჩნენ საბჭოთა კავშირში და ისინი მოქმედებენ არა ევროპული ღირებულებებით, არამედ პირდაპირ საბჭოთა მიდგომებით, რაც დაუშვებელია და პირველ რიგში ვნებს იმ იდეას, რა იდეის გარშემოც დაფუძნდა თავის დროზე ევროკავშირი, ეს არის მშვიდობის და კეთილდღეობის იდეა და არავის აქვს უფლება, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟი ქართველი ხალხის წინააღმდეგ განახორციელოს ან იმოქმედოს. ვინაიდან საქართველოს უარი თქვა, რომ გამოყენებული ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფო სატელიტ ქვეყნად პროქსი ომში. აქედან გამომდინარე შეიცვალა ეს განწყობები ევრობიუროკრატების მხრიდან და ამის შემდეგ მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ ჩვენ დაგვსაჯონ, დაგვასანტაჟონ. ევროკომისიის მე-7 ანგარიშით სხვა მოთხოვნები მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ანტიკორუფციულ სტრატეგიას, ანტიკორუფციულ ბიუროსა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონს ეხება. სახელისუფლებო პარტია მზად არის დიალოგისთვის იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ქართული ოცნებისთვის წითელ ხაზებს არ კვეთს. საქართველოსთან მიმართებით უსამართლობის მაგალითია მოლდოვის შეფასება. ქვეყანა, სადაც სიღარიბის მაღალი მაჩვენებელია ბრიუსელისთვის, რატომღაც საქართველოზე წინ დგას. მოლდოვის კრიზისის ფონზე საქართველოს ეკონომიკა მზარდია და ამას საერთაშორისო შემფასებლებიც ადასტურებენ. სხვა კრიტერიუმებით არის ეს სახელმწიფო უკეთესი, თუმცა ევრობიუროკრატების დამოკიდებულებაში ეს რეალობა პირიქით ჩანს. მეგინა არსავიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საქართველოს ეკონომიკური წინსვლა თვალსაჩინოა და საპირისპიროს კრიტიკოსები უარგუმენტო დამტკიცებენ. ერთ-ერთი ტყუილი, რომელსაც ამ მიმართულებით ვისმენთ, მოლდოვასთან შედარებას ეხება, თითქოს ჩვენს ქვეყანაზე წინ მოლდოვაა. რეალურად კი ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან 11,1 მილიარდი დოლარით გაიზარდა. საქართველოს წინსვლა და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის შემცირება საერთაშორისო რეიტინგებით დასტურდება, რისი აღიარებაც ოპოზიციასა და მათ ევროპელ პატრონებს არ სურთ. ციფრები, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ამხელს, ვიდრე ოპოზიცია და მათი ევროპელი მოკავშირეები ცდილობენ ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს ჩვენი ქვეყანა მოლდოვას ეკონომიკური მიმართულებით ჩამორჩება, საპირისპიროზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგები. როცა 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,4% იყო, ამავე წელს კონკრეტული ევრობიუროკრატების მიერ საქართველოზე მეტად მოწონებული მოლდოვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0,1% შეადგენდა, რაც გაცილებით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით რიცხვებს, შედეგები მით უფრო თვალსაჩინოა. მრავალჯერ მოწინავედ შეფასებულ მოლდოვას სახარბიელო მდგომარეობა არც სხვა მიმართულებით აქვს. იზრდება აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელიც, რასაც მოლდოვის სტატისტიკის ეროვნული ბიუროც ადასტურებს. თუ ეს რიცხვი 2021 წელს იყო 24,5%, 2024 წელს უკვე 33,6%-მდე გაიზარდა. ამის ფონზე უცხოელი პატრონების მიერ მართული ოპოზიცია ისევ ამტკიცებს, რომ მოლდოვა საქართველოზე წინაა. დღეს საქართველო არა მხოლოდ ჩამორჩა ამ ასოცირების ტრიაში, არამედ მოლდოვა და უკრაინა უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს ევროკავშირთან. უცხოელად მოგითხრათ, მოლდოვას სიღარიბის ზრდა არ შემოწმებია ბოლო კვირაში. ამაზე რაც არ შემოწმებია და გადამოწმებია პასუხს ვერ გაგცემთ.
თენგო თევზაძე გვარამიას პარტიიდან ალბათ ისევ არჩევნების გაყალბების არარსებულ მტკიცებულებებს ეძებს და ამიტომ ვერ მოიცალა, რომ მოლდოვის ეკონომიკურ მდგომარეობაში გარკვეულიყო. ვიდრე ოპოზიცია განცხადებების გასამყარებლად არგუმენტების დეფიციტს განიცდის. დეპუტატები ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა უსამართლოა. ჩვენი ქვეყანა რომ მოწინავეა ყველა მიმართულებით, ამას ევროსტრუქტურების ანგარიშებიც ადასტურებს. ქართული საზოგადოება ზოგადად მიხვდა უკვე იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ არის უსამართლო განცხადებები. დავინახეთ, რომ უკრაინაში ომი თურმე დემოკრატიაა და მშვიდობა საქართველოში ანტიდემოკრატიაა, პირდაპირ გითხრეს. იგივე ეხება მოლდოვას. მოლდოვა რაშიც უსწრებს საქართველოს, ეს არის რომ არის DST-ს წევრი. მოლდოვაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით ეკონომიკა წინ ვერ ვითარდება. ამ დროს ყველაფერი პირიქით არის სასიკეთოდ საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც 2022 წელს ჩვენ დაგვჩაგრეს და მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ დავტოვეს სტატუსის გარეშე. მაგ წელსვე, როდესაც ევროკავშირმა გამოაქვეყნა კრიტერიუმები, უკვე იმ კრიტერიუმები ჩვენ ყველაფრით წინ ვიყავით, მათივე კრიტერიუმებით, ვიდრე მოლდოვა. შედარებაც არ არის, სადა დედამიწა არის საქართველო და მოლდოვა და ჩვენ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, რომ იგივე პოლიტიკა გავაგრძელოთ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც პროგნოზირებული არის სოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ 5 წელიწადში გადავალთ უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიცხვში. ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმი ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ ხედავთ, რომ მოლდოვაში სიღარიბე იზრდება, მაშინ როდესაც საქართველოს მაგალითად რეგიონში არის ლიდერი ქვეყანა ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. მოლდოვა დღემდე არის DST-ს წევრი ქვეყანა, მაშინ როდესაც საქართველოს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თუნდაც ISAF-ის მისიებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილით. შექების სანაცვლოდ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმასა და ეკონომიკის ჩამოშლაზე უარი თქვა საქართველოს ხელისუფლებამ. სწორედ პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ჩვენი ქვეყნის წინსვლა. ქვეყანა, რომელსაც ისინი ტაშს უკრავენ და წაახალისებენ თავის პოლიტიკაში, გულისხმობ მოლდოვას, ეკონომიკური რეცესიის პროცესში არის და ამის პარალელურად ცარიელი სიტყვებით უნდა გამოიკვებოს თურმე მოლდოველი ხალხი. ის ფაქტი, რომ საქართველოს მსოფლიოში მეორე ქვეყანა არის თავისი ეკონომიკური წინსვლის ტემპებით, რა თქმა უნდა, თამამად გვაძლევს იმისთვის საშუალებას, რომ პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გავატარეთ, რომლის წინააღმდეგაც ძალიან დიდი პროცესები, გარე პროცესები იყო მობილიზებული, გაამართლა და ამან კონკრეტული შედეგი მისცა თითოეულ ჩვენ მოქალაქეს. უსაფუძვლო კრიტიკის ფონზე ჩვენი ქვეყნის წინსვლას მათ შორის საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, ბრალდებები კი რეალურ სურათს ეწინააღმდეგება. მაკო გომური და გიორგი ჭუმბურიძე 2019 წლის ივნისის აქციების დაზარალებულებმა რუსთაველის გამზირზე გაიხსენეს, რა მოხდა 6 წლის წინ. ეს საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია, რასაც პროკურატურა სტრასბურგის გადაწყვეტილების შესაბამისად ატარებს. მივათვალა პროცესი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობამდე, ამის შესახებ ჯერ არაფერია დადასტურებული. ფაქტია ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კითხვები სამართალდამცველთა მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებების კანონიერების შესახებ დასვა. ამ ძალოვან უწყებას კი 2019 წელს სწორედ გახარია ხელმძღვანელობდა. ნინო არღულიანი გიამბობთ. რუსთაველის გამზირზე დღეს საგამოძიებო ექსპერიმენტი მაკო გომურისა და გიორგი ჭუმბურიძის მონაწილეობით გაგრძელდა. დაზარალებულები გამოძიებას 20-21 ივნისის ღამის მოვლენების სურათის აღდგენაში ეხმარებიან, რითაც შესაძლო დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. აღვადგინეთ სურათი მთლიანად, რაც მახსოვდა, 6 წლის მერე ხა რაღაცები ზუსტად არ მახსოვდა, მაგრამ არის აღდგენას ჩავწელი. უთხარი გამომძიებას კითხვები ძირითადად არ იყო, გარდა იმისა, რომ ეს აღვადგინა რა სიტუაცია იყო, დაახლოებით რა პერიმეტრიდან მოხდებოდა, უთხარი სად იყო იმ მაშინ სპეცრაზმელები განლაგებული. საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიწყო, რომელმაც სახელმწიფოს დაავალა გამოიძიოს მოქმედებდა თუ არა აქციის დაშლისას კანონის ფარგლებში უწყება გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. გამოძიების ინტერესი არის, რაც მთავარია ის, რომ გამოავლინოს რაიმე უკანონო ქმედებას თუ ქონდა ადგილი და დადებით შემთხვევაში და დიახ, ზუსტად ამას ვამბობ და დადებით შემთხვევაში ასეთი პირის გამოკვეთის და შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მიიღება კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება
კონკრეტული პირის, ვინც გამოიკვეთება გამოძიებით. ევროპულ სასამართლოს ივნისის მოვლენებზე კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა აქვს დადგენილი. საქმეზე ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ქვედა პალატის გადაწყვეტილება ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისას სახელმწიფოს ძალის გამოყენება შეუძლია. ძალის გამოყენების პროპორციულობაზე კი სასამართლოს შენიშვნები აქვს, რომლის ადრესატიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა. რამდენად შეიძლებოდა პრევენციული ღონისძიებების ისე დაგეგმვა, რომ ესკალაცია არ მომხდარიყო და არ გამხდარიყო საჭირო ამ ფორმით სპეციალური საშუალებების გამოყენება. განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელებზე, ანუ ადამიანებზე, რომლებსაც ევალებოდათ აი ამ სპეციალური ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება. შესწავლის საგანია, რამდენად შეიძლებოდა ზიანის ან საერთოდ თავიდან აცილება, ან მაქსიმალურად შემცირება მინიმუმამდე დაყვანა. ეს არის მთავარი საკითხი, რითიც უნდა დაინტერესებული იყოს მიმდინარე გამოძიება, რადგან სახელმწიფოს ევროპული სასამართლოს წინაშე სწორედ აი ამ საკითხზე აქვს პასუხები გასაცემი. მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკურ მოკავშირედ იქცია 20 ივნისის საქმეზე ამ პარტიაში გახარიას მისამართით კითხვებიც გაქრა. გიორგი გახარიასთან ამ ეტაპზე არანაირი კითხვები არ მაქვს. გამოძიება თბილისსა და სტრასბურგში სავარაუდოდ გიორგი გახარიამდე მივა. ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ საპოლიციო ღონისძიებაზე პასუხისმგებელი თავად არის. ვინ გასცა ამ ტყუების გამოყენების ბრძანება, ვისი ინიცირებით და ვისი ბრალეულობით მოხდა იქ ადამიანების დაშავება, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მიმდინარეობდა სამართალდამცავებს, როგორც შემდგომ ყველა სხვა შემთხვევაში შეეძლოთ, რომ ეს პროცესები გაენეიტრალებინათ მინიმალური ზიანით, 20 ივნისის შემთხვევაში ეს ზიანი ხელშესახები იყო და ვინ იდგა ამ ზიანის სათავეებში, ამ კითხვაზე ძალიან კარგი იქნება თუ გვეცოდინება პასუხი. სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ძირითადად მთლიანად შეესატყვისება მათ შორის მიტინგების, მათ შორის აქციების მართვის თუ შეწყვეტის თუ დაშლის ყველა, ასე ვთქვათ, სტანდარტს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო, ასე ვთქვათ, გაცემული რეკომენდაცია საქართველოს მხარეზე, რომ მოხდეს დამატებითი გამოძიება პროკურატურის მხრიდან თვითონ კონკრეტულად იმ აქციის დაშლის აი ეს კომპონენტი რამდენად, ასე ვთქვათ, შეესატყვისებოდა აუცილებლობას. 2019 წლის ივნისის მოვლენებზე ქვედა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ საქმეს დიდი პალატა განიხილავს. ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი შუალედური განხილვისას მოსამართლეებმა კითხვები მხოლოდ აქციის დაშლის მეთოდებზე, ძალის პროპორციულობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების კანონიერებაზე დასვეს. თევდორე მღვდლის 10 ნომერში მდებარე კორპუსის დემონტაჟი გადაწყვეტილია. დედაქალაქის მთავრობა მოსახლეობას ქირით გაიყვანს. მერიას ცალკე შეთავაზება აქვს თბილისში ავარიულ შენობებში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. გიორგი აბაზაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ავარიული შენობები რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა თბილისისთვის, სწორედ ამ საკითხით დაიწყო დედაქალაქის მთავრობის ხტომა დღეს კახაკალაძემ. მისივე განცხადებით, ყველა ის მოქალაქე, რომელიც დათანხმდება მერიის ჩანაცვლების პროგრამას, სწორედ მუნიციპალიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ახალი კორპუსის მშენებლობა იქნება ბოლომდე მიყვანილი და მოქალაქეებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, რომ უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ ცხოვრება, მანამდე კი ქირით იქნებიან გაყვანილი. მეორე დღე ავარიულ შენობაში მცხოვრებლებსა და მაღაზიების მეპატრონეებს სახლებიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ. თევდორე მღვდლის 10 ნომერში თვითნებურად ერთი ოჯახის 2 წევრი რჩებოდა, რომლებაც დღის ბოლომდე საცხოვრებლის დატოვების პირობა დადეს. ჩამონგრეული პარაპეტი ზონაში მე-4 და მე-5 სადარბაზოში სურათი ისევ რთულია. კორპუსის ამ ნაწილში მოქალაქეები საკუთარ ბინებში ნივთების შესახებად ჯერ ვერ შედიან. ექსპერტებს მოკვლევა არ დაუსრულებიათ. უკვე გაზაფხულზე დავცალეთ ბინა, იმიტომ რომ შევხედეთ როგორი ბზარები იყო, ცოტა არ იყოს და შეგვეშინდა. საჭირო იყო ყველას თანხმობა და მოგცეს დრო რომ მოიფიქრეთ, კიდე ერთხელ დაფიქრდით, აწონეთ ყველაფერი და ისე გადაწყვიტეთ. წინააღმდეგები იყვნენ და ამის გამო იყო შეფერხება. ზუსტად გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ რამოდენიმეჯერ ჩატარდა კრება. ჩვენ ვიყავით ძალიან, რა თქმა უნდა, მომხრეები ამ ყველაფრის, ნებისმიერ პირობებზე მივდიოდით, ოღონდაც რაღაცა ესეთი ტრაგედია არ მომხდარიყო. რაც შეიძლება გამოვიტანეთ ხალხი და მოდითო გვითხრეს. აი ხლა სასტუმროში ცხოვრობ? ხო, ძალიან.
შენობის დემონტაჟი კი უკვე გადაწყვეტილია, რომელიც ორ ეტაპს მოიცავს. მოსახლეობას მერია ქირით გაიყვანს. პირველ ეტაპზე მოხდება საფრთხის შემცველი ფრაგმენტების ჩამოხსნა, ხოლო უშუალოდ მთლიანად კორპუსის დემონტაჟს ამაზე უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული აქვს დედაქალაქის მერიას. ასაზომია თითოეული ბინა, ინვენტარი არის გარკვეულწილად გამოსატანი და ამ პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყება დემონტაჟი ამ კორპუსის და ახალი კორპუსის მშენებლობა. ტრაგედიით სპეკულაციები კი არ ნელდება. ოპოზიციური მედიით ისმის უსაფუძვლო ბრალდებები თითქოს მერიას და გამგეობას მობინადრეებისთვის არ შეუთავაზებია ჩანაცვლებით პროგრამაში მონაწილეობა. სახლი მენგრებოდა, არაფრის ყურადღება არავისგან არ იყო. არადა სიცრუე ამ ფაქტებით ბათილდება. ადამიანი, რომელიც უსაფუძვლო ბრალდებებს ავრცელებს, დიდუბის რაიონის გამგეობის ოპერატიულ თათბირზეც იმყოფებოდა, სადაც მოხდა შეთავაზება ჩანაცვლებითი პროგრამის სარგებლობაზე. ამას ადასტურებს მისივე ხელმოწერა. ავარიული სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამას, რაზეც თევდორე მღვდლის 10 ნომერში მცხოვრებლებმა უარი თქვეს, თბილისის მერია რამდენიმე წელია ახორციელებს. იმ შემთხვევაში, თუ კორპუსის მცხოვრებლები შეთანხმდებიან და შესაბამის სამსახურ შენობის ჩანაცვლების მოთხოვნით მიმართავენ, მერია ავარიული საცხოვრებლის დემონტაჟს მოახდენს და მის ნაცვლად თანამედროვე შენობას ააშენებს. 100%-იანი თანხმობის გარეშე მოსახლეობას არ აქვს უფლება მიიღოს ამაში მონაწილეობა, გარდა ამისა, თვითონ საკუთრების უფლების ხევყოფა არავის არ შეუძლია და არავის არ აქვს იმის უფლება, რომ მოსახლეობას დაატოვებინოს აღნიშნული ფართები. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 4 მისამართი გვაქვს, ერთი უკვე დასრულებულია, სადაც 36 ოჯახს გადაცემული აქვს საცხოვრებელი ფართები. 3 არის მიმდინარე, ასევე გვაქვს 2 სატენდერო დოკუმენტაცია. დაახლოებით წლის ბოლოსთვის გეგმავთ მინიმუმ 5 მისამართზე, რომ გამოვაცხადოთ სამშენებლო სამუშაოების ტენდერი. ავარიული სახლები, რომ თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, დედაქალაქის მთავრობის ხდომაზე მთავარი საკითხი იყო. კახა კალაძის განცხადებით, მერიის პრიორიტეტი სწორედ ასეთ სახლებში მცხოვრებთა დახმარებაა, მაგრამ პროცესს ხშირად სწორედ ავარიულ შენობაში მცხოვრების ადამიანები აჭიანურებენ, რომლებიც მერიასთან არ თანამშრომლობენ. დაახლოებით 10.000-მდე შენობა ნაგებობა არის ავარიული, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიების ავარიულობის ხარისხი აქვს მინიჭებული. უმეტეს შემთხვევებში ვაწყდებით პრობლემას, როდესაც ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვს იმაზე მეტ ფართს, სადაც დღეს ისინი ცხოვრობენ. ამის საშუალება მუნიციპალიტეტს არ აქვს და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლებამოსილება, რომ იმაზე მეტი ფართი შევთავაზოთ მოსახლეს, სადაც ისინი ცხოვრობენ. შეიძლება გააკეთოს ინვესტორმა. ადგილისა და პარაპეტის ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, ისევ ჯებირებითაა შემოსაზღვრული. ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს სახელმწიფო სტრუქტურა უდგება თავდებში, რომ ყველა ახალი კორპუსი იქნება ბოლომდე მიყვანილი მისი მშენებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩაერთვება მერიის ჩანაცვლების პროგრამაში. ამ განცხადებით მიმართა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ცხოვრობს ავარიულ საცხოვრებლებში და ამით მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ ცხოვრება. მე რა თქმა უნდა მესმის იმ ადამიანებისაც, რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე ამაზე და კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, ვინც თავს იკავებს, ბევრს ეშინია, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო სამწუხაროდ, როდესაც მოხდა მოსახლეობის ვერ დაკმაყოფილება. ჩვენ მუნიციპალიტეტი, სახელმწიფო სტრუქტურა გიდგებათ თავდებში და გეხმარებათ იმაში, რომ საცხოვრებელი კორპუსი აუცილებლად იქნება აშენებული. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ მოსახლეობას, ვინც ასეთ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს, არ გექნებათ არაფერი გადასახადი. უკვე დაახლოებით წელწადნახევარი, მაქსიმუმ 2 წელი ჭირდება მთლიანად სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, გადმოგეცემათ ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში იმ ფართის ბინები, რომელშიც თქვენ ცხოვრობდით, უბრალოდ იქნება მთლიანად გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი შანსი, ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ გამოვიყენოთ აღნიშნული პროგრამა. ტრაგედიიდან მესამე დღე გადაკეტილი თევდორე მღვდლის ქუჩა და მიმდინარე სპეციალური ღონისძიებები. ასეთია ვითარება დღეს. მადლობა გიორგი აბაზაძე იყო. ამუგა ხაზარაძე ციხიდან მოკავშირეებს ეძებს. ნაციონალური მოძრაობა კი ისევ ბოიკოტის ერთგულია და ამ მიმართულებით მომხრეთა მაძიებელი. ამასობაში არჩევნებამდე დარჩენილი დრო კიდევ უფრო მცირდება. ანა ბერძენიშვილის სიუჟეტი.
არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება, ოპოზიცია კი წარუმატებლობისთვისაა განწირული. გეგმის არქონასთან ერთად შიდა დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. რადიკალთა ერთი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. გახარია ხაზარაძის ერთობა კი მონაწილეობისთვის ემზადება. მოვუწოდებ ყველას შემოგვიერთდნენ ამ ბრძოლაში. ვიდრე ციხეში თავისი ნებით წასული ხაზარაძე ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, გამიჯნულები გახარია ხაზარაძეს თანმიმდევრულობას უწუნებენ. მეტიც ფიქრობენ, რომ ისინი არჩევნებში ფორმალურად მონაწილეობენ. ელემენტარული თანმიმდევრობა ფიქრობ, რომ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად ფორმალურ წინააღმდეგობას აპირებენ გაუწიონ, რომ შეიქმნას კონკურენციის იმიტაცია. ოპოზიცია თავის ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაში ისევ თავისივე პატრონებმა ჩაკარგეს. თვითმმართველობის არჩევნებში განწირულები გამოსავალს ეძებენ, თუმცა გეგმის ნაცვლად საზოგადოებას შიდა დაპირისპირებას აჩვენებენ. გზა კი, რომელიც მათ აირჩიეს არჩევნებში დამარცხებაზე გადის. ეს განხეთქილება საკმაოდ ლოგიკური არის. უბრალოდ რა პროცესებიც გახარია ხაზარაძის ირგვლივ წარიმართება, ის რაღაც სასაცილო შეთანხმებები ერთობლივ კანდიდატებთან დაკავშირებით და მათი გაერთიანება რაღაც ერთი კანდიდატის ირგვლივ დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ცუდად დასრულდება მათთვის. ცუდად დასრულებაში, რა თქმა უნდა, გულისხმობ სრულ ფიასკოს არჩევნების შემთხვევაში, რადგან კანდიდატი, რომელზეც ისინი საუბრობენ, იმდენად სამარცხვინოა, რომ ამ პოლიტიკური გუნდის შემთხვევაშიც კი კიდევ უფრო სამარცხვინოა, ვიდრე თავად ეს გაერთიანება. მათ უნდათ, რომ სიძულვილი დაეთესა ჩვენს ქვეყანაში, განხეთქილება და არეულობა დაეთესა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ ყველაფერს იღებენ საკუთარ რიგებში, რაც დამსახურებულია და შესაბამისად თვითმმართველობის არჩევნები მათთვის არის უმძიმესი, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ვინაიდან მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, შედეგი იქნება ერთნაირად გამანადგურებელი თითოეული რადიკალური ჯგუფისთვის. ის დაპირისპირება, რომლის ინსცენირებასაც ახლა ახდენენ, არის ერთადერთი მიზნით გაკეთებული, რომ საზოგადოებაში შეიტანონ ტყუილი ინფორმაცია, თითქოს გახარია ლელოს რადიკალური დაჯგუფება არის გამიჯნული ორთოდოქსი ნაცებისგან და ანუ მათი ცოდვებისგან, მათი დანაშაულებებისგან და ასე შემდეგ, რადგანაც ასეთ რაღაცა შუაშისტური ცენტრი შექმნან საქართველოში, რომლის რეალიზების ან არის შანსი სამდვილეში არ არსებობს, იმიტომ რომ საზოგადოებამ არაჩვეულებრივად იცის, რას წარმოადგენს ეს პარტიები რადიკალური მიმართულებით, რომ ისინი კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილია. რადიკალებს 4 ოქტომბრის არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. სახელისუფლებო გუნდის 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება. საქართველოსა და თურქეთის ინტენსიური ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები და სანდო პარტნიორობა პრემიერ-მინისტრი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა დიალოგისა და თანამშრომლობის გზით მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. დღესვე თურქის სტუმარი პრეზიდენტმა მიიღო მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე ფინანსთა მინისტრებმა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, სამოქალაქო ავიაცია და ტურიზმი. ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საგზაო და სარკინიგზო დაკავშირებადობის, ენერგეტიკული პოტენციალის, ენერგოუსაფრთხოების, გადაზიდვებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. დავსახეთ ახალი გეგმები, ახალი საერთო პროგრამები, რომლებიც ხელშეუწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ისევე როგორც ჩვენ ქვეყნებში ოპერირებადი კერძო სექტორების წარმომადგენლების ურთიერთდაკავშირებადობას და მათი ბიზნეს საქმიანობების გაფართოვებას. ვიზიტის ფარგლებში შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ორი ქვეყნიდან ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მონაწილეობას იღებს 80 კომპანია თურქეთიდან, ისევე როგორც 160 კომპანია საქართველოდან.
პრემიერ-მინისტრი რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაციის ინდორამას მფლობელს შეხვდა. საუბარი შეეხო კორპორაციის მსხვილ ინვესტიციებს საქართველოში, ასევე მინერალური სასუქების და ინდუსტრიული ქიმიკატების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილოს ქიმიურ საწარმოში რუსთავის აზოტში დაგეგმილ სიახლეებს. კორპორაციის მფლობელმა საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. კომპანია ინდორამა რუსთავის აზოტის საწარმოს ინვესტორია. ჩვენ საქართველოში სასუქს ვაწარმოებთ. პრემიერ-მინისტრთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა გქონდა. იგი კარგად იცნობს იმ მიღწევებს, რაც ჩვენ რუსთავში გვაქვს და მოგვიწოდა ასე გავაგრძელოთ. ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას და მოხარული ვართ, რომ საქართველოს ინდუსტრიულ წინსვლაში მონაწილეობთ. პრემიერ-მინისტრს დაუდასტურე, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა და ბუნებრივი უპირატესობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის ინდუსტრიულ წინსვლასა და ეკონომიკურ ზრდას. შინაგან საქმეთა მინისტრმა გურში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი და დაშავებული პოლიციელები მოინახულა. გეკა გელაძემ დაზარალებული სამართალდამცველების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. თავდასხმა კი 16 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მოხდა. სამ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, ხოლო ერთ სახის არეში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. მომხდარზე დაპატიმრებულია 5 მოქალაქე. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებელ მოვალეობას, გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში რამდენიმე მოქალაქე თავს დაესხა და ცივი იარაღის კერძო დანისა და ცულის გამოყენებით მიაყენეს სხვადასხვა დაზიანებები პოლიციის თანამშრომლებს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებული იქნა 5 პირი, ხოლო დაშავებული პოლიციელები იმყოფებიან სხვადასხვა კლინიკებში. ამჟამად მათი მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუქის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმას. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა. ერთ მათგანს აღენიშნებოდა ნაპეთნაჩვილი ჭრილობა ზედაკიდურის არეში, მეორე პიროვნებას აღენიშნება ქალატვინის ტრავმა, ცხვირიზმის მოტეხილობა. კლინიკაში ჩაუტარდათ სათანადო კლინიკური ლაბორატორიული კვლევები, მკურნალობა, ზოგადი მდგომარეობა დასტაბილდა. შემოყვანილი არის ორი პაციენტი, ჭრილობებით სხეულის არეში, ნაკვეთი ჭრილობებით სხეულის არეში. ორივესთან ჩატარებული არის ოპერაციული მკურნალობა. ამჟამად მდგომარეობა სტაბილური არის, შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სირთულეს, უტარდება პოსტოპერაციული მკურნალობა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა. ამ ბრალდებით პოლიციამ ქუთაისში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავა. ბრალდებულებს 20 წლამდე ანუვადო პატიმრობა ემუქრებათ. მარიამ ბუღაძე კი ამბობთ. უკომპრომისო ბრძოლა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. ამჯერად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ქუთაისში უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 17 გრამი კოკაინი და 129 გრამი მეთადონი. დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონო რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ. საჭირო მასალები კი წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის პარკები და ელექტროსასწორი სამართალდამცველებმა მათი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ, მათ სასამართლო პროცესზე სიტყვით არ უსარგებლიათ. საქმის დეტალებზე არ საუბრობენ დაკავებულთა ადვოკატებიც. რამოდენიმე წუთით ნაფისის მქონდა საშუალება და აი ხვალ მეთოდინება უფრო მეტი დეტალი. არ აღიარებს ბრალს, ეს შემიძლია დავიდასტუროთ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიდგომები კიდევ უფრო გამკაცრდა. გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა მსოფლიო გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან მექანიზმებს წარმოადგენს და ეროვნულ ინტერესებზეა გათვლილი. ხეთყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირება კანონდარღვევა სამართალდამცველებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. სულ ბოლო 6 თვეში ქვემო ქართლში 26 ასეთ ფაქტი აღრიცხული, რაც გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებული მაჩვენებელია. თამარ ჭიკვატიაგი ამბობთ.
კადრებში თვალს უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყის მასალას ადევნებთ. ეს ბოლნისის მუნიციპალიტეტია. უკანონოდ კი 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი მოიპოვეს. გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, დაილუქა გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში. გამოვლინდა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი, რაზეც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილი იქნა ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის ბოლნისის საქმიანი ეზოში, საიდანაც მოხდება მისი შემდგომი რეალიზაცია. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გამოვლენა და აღკვეთა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემები თანამშრომლებმა სამართალდარღვევის 329 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 288 ფაქტი, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 44 ფაქტი, დაურეგისტრირებელი 4 სახერხის საამქრო, 3 უნებართვო სანახშირე. სამსახურში ის მექანიზმები განმარტეს, რომლის დახმარებითაც მუდმივი მონიტორინგი, კანონდარღვევის გამოვლენა და აღკვეთა ხდება. სააგენტოს ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები გარდა იმისა, რომ მუდმივ რეჟიმში პატრულირებენ, ასევე გამოიყენება ისეთი ტექნოლოგიური საშუალებები, როგორიცაა ფოტოხაფანგების განთავსება ტყეში და ასევე დრონები. სახელმწიფო ტყის დასაცავად მოქნილი მექანიზმების პარალელურად ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა. მიმდინარე წლის მაისიდან პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უკანონო ტყით სარგებლობაზე სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა. აქ იყო ძირითადად ორი მიმართულება, ეს არის პირველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გამკაცრებული ის მუხლები, რომელიც უკავშირდება უკანონოდ ხე-ტყით სარგებლობას და ძირითადად აქ მოხდა მონეტარული კუთხით ფინანსური სანქციების გაზრდა და გამკაცრება და მეორე მიმართულება, ასევე მნიშვნელოვანი, გახლავთ სამართლებრივი პასუხისმგებლობები და სამართლებრივი პასუხისმგებლობების გამკაცრება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ტყით უკანონო სარგებლობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია, ის დღემდე რჩება გამოწვევად. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად განაგრძობს ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან კონტროლს და უკანონო ტყით სარგებლობის წინააღმდეგ მომავალშიც მკაცრ ზომებს მიიღებს. სურსათის ეროვნული სააგენტო ნაყინის მწარმოებელთა შემოწმებას აგრძელებს. კვლევა სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კეთდება. შემოწმებული 130 ნიმუშიდან კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს შეესაბამება ყველა. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი. ზაფხულის ცხელ დღეებში ისეთ დესერტზე, როგორც ნაყინია, მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება. სწორედ ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით ნაყინის ხარისხს და მის ვარგისიანობას ამოწმებს. ობიექტებიდან აღებული ნაყინის ნიმუშები აკრედიტირებულ ლაბორატორიებში იგზავნება და კვლევა სალმონელაზე, ლისტერიასა და ტრანსცხიმებზე კეთდება. წლიური პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთი ნაყინის რეალიზაცია ობიექტიდან ხორციელდება ნიმუშის აღება სალმონელას კვლევაზე, რომელიც გადაიცემა ლაბორატორიას. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ნაყინის საწარმოებსა და საცალო სავაჭრო ობიექტებში არსებულ სანიტარიულ ჰიგიენურ ნორმებს, პროდუქციის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებენ. ინსპექტორები განსაკუთრებულ ყურადღებას პროდუქტების ვადებზე, ეტიკეტებსა და მაცივრის ტემპერატურაზე ამახვილებენ. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას სხვადასხვა ობიექტში ვლინდება სხვადასხვა სახის დარღვევები. ჩვენი მხრიდან ხდება მაქსიმალურად მყისიერი რეაგირება, რომ ეს ყოველგვარი საფრთხე იყოს აღმოფხრილი. რაზედაც ვამახვილებთ ყურადღებას, ეს არის ზოგადი სანიტარული ჰიგიენური ნორმები, სურსათის შენახვის ვადები, პირობები, არის თუ არა ტემპერატურული რეჟიმი დაცული. სურსათის სააგენტოს ინფორმაციით პროგრამულ მაჩვენებლებზე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში უკვე გამოკვლეულია ნაყინის 130 ნიმუში. ამ დრომდე შემოწმებული ნაყინის ყველა სახეობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს შეესაბამება. წელს აკრედიტირებულ ლაბორატორიაში გამოკვლეული იქნა უკვე ნაყინის 130-ზე მეტი ნიმუში სალმონელაზე, ლისტერიაზე და ტრანსხიმების შემცველობასთან დაკავშირებით. დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა და ასევე სააგენტო წლის ბოლომდე გეგმავს დამატებით 50 ნიმუშის კვლევას შესაბამის მაჩვენებლებზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე ობიექტებზე გეგმიურ შემოწმებებს მომავალშიც გააგრძელებს. როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და მოზარდები ზაფხულის ცხელ დღეებში და რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომლებიც რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. ჯადოთვის სამინისტრო მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს. გივი კუჭავა გემოთ.
ყველაზე ცხელი სეზონის დადგომისა და ტემპერატურის მატებასთან ერთად ორგანიზმში წყლის დეფიციტი, გადახურება და მზის დაკვრა მთავარი რისკებია. მაღალ ტემპერატურაზე დიდი ხნით ყოფნამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას. ექიმები მცხუნვარე მზეში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას და დიდი რაოდენობით წყლის მიღებას გვირჩევენ. მედიკოსები განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ გულსისხლძარღვთა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს. ძალიან სიცხეროა, გარეთ არ უნდა ვიყოთ ხოლმე, მაქსიმალურად ჩრდილში ვეცადოთ ვიყოთ. სითხე დიდი რაოდენობით გარდა ალკოჰოლისა, ტკბილის სასმელებისა და ასევე კოფეინის შემცველი სასმელებისა. ღამე ფანჯრები უნდა გავაღოთ, როდესაც შედარებით სიგრილეა, იმისათვის რომ ამ პერიოდში მაქსიმალურად განიავდეს ეს ყველა რჩევა. პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ იმათმა, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები. ზაფხულის ცხელი დღეები ნაწლავური მიკრობების გაჩენისთვის იდეალურ გარემოს ქმნის. შესაბამისად იზრდება ნაწლავური ინფექციებისა და ტრანსმისიული დაავადებების რისკებიც. ინფექციონისტები გვირჩევენ, რომ სწორად შევინახოთ საკვები პროდუქტები და ხშირად დავიბანოთ ხელები გამდინარე წყალში. მაღალი ტემპერატურა უპირატესად არის ნაწლავთა ინფექციების მატებასთან დაკავშირებული. როგორც წესი ეს იქნება ყოველთვის, იმიტომ რომ საკვების შენახვასთან, აი ხელის დაბინძურებას, ხელის დაბანასთან სიხშირე აქ პერიოდში უფრო ხშირი უნდა იყოს, იმიტომ რომ მიკრობი ყველა ხელზე შეიძლება აღმოჩნდეს და უფრო მეტად მრავლდება. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის. დამწრობისა და მზის დაკვრისგან თავისასარიდებლად, ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან ერთად აუცილებელია პირდაპირ მზის სხივებისგან მცირეწლოვანთა დაცვა. როდესაც ჩვენ ბავშვი გარეთ გავყავს, წინასწარ უნდა მოვამზადოთ ბავშვის ორგანიზმი მზისაგან დასაცავად. ამაში გულისხმობ პირველ რიგში ტანსაცმელს, ხელები მთლიანად უნდა იყოს დაფარული, სასურველია თავზე ქუდი, ასევე აუცილებელია მზისგან დამცავი სათვალის გაკეთება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტური ეს არის კანზე მზისგან დამცავი მალამოების დატანა, გარანტირებულად მიცემა წყლის რაოდენობის, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი. სინოპტიკოსები მომდევნო რამოდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებას ვარაუდობენ. დაგლავ საქართველოს, სადაც ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია და ამთვალიერებელთა სიმრავლით გამოირჩევა მარტვილის კანიონი, ადგილი, რომელიც 2016 წლიდან ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის გამორჩეულ სანახაობად იქცა წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. რატ მეტრეველისა და თეონო კვარცხელის რეპორტაჟი. საქართველოს ბევრი გამორჩეული ადგილიდან მარტვილის კანიონი ერთ-ერთია, რომელიც ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებით ხიბლავს. ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით იზრდება ზაფხულში, როცა ცხელ დღეებში მათ საშუალება აქვთ ფეხით, ნავით თუ ზიპლაინით მარტვილის ღირსშესანიშნავი ადგილი დაათვალიერონ. ეს კანიონი, რომ საქართველოში ვიზიტისას აუცილებლად სანახავ ადგილებში ერთ-ერთი მოწინავეა, დამთვალიერებელთა მზარდი მაჩვენებლითაც დასტურდება. ტურისტული კომპანიები 2016 წლამდე ვერ შემოდიოდნენ მარტვილის კანიონში, იმიტომ რომ არ იყო ინფრასტრუქტურა მოწყობილი. დღესდღეობით უკვე უსაფრთხოდ გადაადგილება შეიძლება ჩვენი ვიზიტორების. არის იმის მიზეზი, რომ ყოველწლიურად გვემატება ვიზიტორები. ივნისის თვეში უკვე კულმინაციას მივაღწიეთ და 50,000-მდე ვიზიტორს მომასპინძლეთ. ამ თვეში უფრო მეც ველოდებით. ქვით მოპირკეთებული 700 მეტრიანი წრიული საფეხმავლო ბილიკი ტურისტული ცენტრიდან იწყება და დადიანების ისტორიული რეზიდენციის ტერიტორიას უერთდება. ექსტრემის მოყვარულთათვის მარტვილის კანიონის ზიპლაინის ატრაქციასაც იტევს. მდინარე აბაშის 300 მეტრიან მონაკვეთზე კი სტუმრებს ნავით გასეირნების შესაძლებლობა აქვთ. ვიზიტორები ჩამოდიან ხოლმე ნავებზე, თან კი არ ჩამოდიან, ჩამორბიან ხოლმე რა, იმიტომ რომ ყველაზე ლამაზი ადგილი კანიონში არის სანაოსნო. მოსწონ ძალიან თვითონ აქაური ტემპერატურა, წყლის ფერი, არიან თევზები, ძალიან ლამაზი თევზები, გაკვირვებულები არიან და ახტაცებით უყურებენ ხოლმე, ამაზონს ადარებენ ხოლმე რაღაცნაირად. ტურისტებს იზიდავს სანაოსნო მონაკვეთი, სასეირნო ბილიკები, სილამაზით გამოირჩევა მარტვილის კანიონი, რომელსაც იზიდავს ტურისტებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს, დადიან და ყველას იზიდავს. კანიონი დამთვალიერებლებისთვის როგორც რეკრეაციული სივრცე თავისი ინფრასტრუქტურით 2016 წლის 16 ივლისს გაიხსნა. დღემდე 1,5 მილიონამდე დამთვალიერებელს უმასპინძლა და მსოფლიოს ყველა წერტილიდან დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, რასაც მოგზაურთა ემოციებით ცხადყოფს. პირველი შთაბეჭდილება ის გვაქვს, რომ ძალიან სტუმართმოყვარეერი ხართ. აქაური ბუნების სილამაზე კი ენით აღუწერელია. ულამაზესი მთებია, შთამაგონებელი, კერძებიც უგემრიელესია. აქ გვირჩიეს ამოსვლა და ეს ადგილიც მოვინახულეთ. ძალიან კმაყოფილები ვართ და კიდევ ჩამოვალთ.
2023 წლიდან მარტვილის კანიონში ეკომეგობრული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3D განათების სისტემის წყალობით ღამის საათებშიც შესაძლებელია მოგზაურობა. კანიონის ადმინისტრაცია მომავალშიც ტურისტებს არაერთ ინოვაციურ პროექტს და სერვისს პირდება. იმ მოზარდებისთვის, რომლებსაც საბალეტო ხელოვნებაში პროფესიული დაოსტატება სურთ, თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრი საერთაშორისო საზაფხულო კურსს მასპინძლობს. პროექტი, რომელშიც 120-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით სრულდება. საერთაშორისო საზაფხულო კურსს მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბალერინა ელენე გლურჯიძე უხელმძღვანელებს. შორენა კოპალეიშვილის სიუჟეტი. ვიცოდი, როცა გავალ პენსიაზე, ესე თქვა, აღარ ვიცებებ, მე მინდოდა ბავშვებთან მუშაობა. ჩემი დრო გავიდა, როგორც მსახიობის სცენაზე, მე ყველაფერი ვთქვი. რაც შემდეგ შემიძლია ვთქვა, ეს შეიძლება გამოიხადოს ახალ თაობაში. ასეთი როლი მოირგო ინგლისის ნაციონალური ბალეტის ქართველმა პრიმა ბალერინამ სცენასთან დამშვიდობების შემდეგ. ელენე გლურჯიძე უკვე 10 წელია მომავლის თაობას ბალეტის ჯადოსნურ ხელოვნებას აზიარებს. მსოფლიოში ცნობილი მოცეკვავეების, ხელოვანებისა და ქორეოგრაფების ხელმძღვანელობით საერთაშორისო ინტენსიური საზაფხულო კურსი წელს პირველად იქცა მასშტაბურ პროექტად. მინდოდა რომ რაღაცა განსაკუთრებული მომეწყო და რა თქმა უნდა განსაკუთრებული არის სახლი თბილისში, ჩვენი სკოლა, ჩვენი თეატრი და ქალბატონო ნინა მას ბატონმა ბადრი მაისურაძე ყველა დამითმო თეატრი, დამითმო სტუდიოები და ჩამოვიდა 22 უცხოელი სტუდენტი და 97 მე მგონი ჩვენი ძალიან დატვირთულები ვართ, დილის 9-დან 5-მდე ვართ და მოხარული ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ასეთ ვარსკვლავებთან მქონდეს შეხება. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პატარა მოცეკვავეები ახლა ერთობლივად ემზადებიან კურსის საბოლოო წარმოდგენისთვის. ეს სწორედ ამისთვის კეთდება, რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდეს განუწყვეტელი მომავალი სახელოვნებო სხვადასხვა დარგებში. მადლობა ელენე გლურჯიძეს, მის საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც დაწყებული ნიუ-იორკიდან დამთავრებული, არ ვიცი, ლონდონი და საუკეთესო საბალეტო სკოლების პედაგოგები არიან ჩართულები ამ პროექტში და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ამ პროექტში ემატება კიდე კონკურსი. მომნუსხველი და არაჩვეულებრივი ასე ახასიათებდა მსოფლიო პრესა მოცეკვავეს, რომელმაც საბალეტო სამყაროსა და მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა. ელენეს სასცენო ბიოგრაფია შანელის მოდისახლის ლეგენდად ქცეული ხელმძღვანელის კარლ ლაგერფილდისგან სპეციალურად მისთვის შექმნილ მომაკვდავი გედის კაბის ესკიზსაც ითვლის. ენატრება თუ არა სცენა, ამაზე ფიქრის დრო აღარ აქვს. წინ საჩვენებელი სპექტაკლის დიდი სამზადისია თეატრის მცირე სცენაზე წარსადგენად. ამბავი განსაკუთრებულია. რა თქმა უნდა, და ესეთები ბევრი გვექნება, მივშდოებით ხოლმე. დიდი მადლობა დიმიტრი ობოლაძე და სპორტის სიახლეები, დღეს ყველა სიახლეებს კი იმედი News-ზე გაეცნოთ. რა დღეს 23 საათზე იმედი ლაივის სტუმარი უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეა. ნახვამდის.